გამარჯობათ. მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს არის მთლიანად მიზღვნილი მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ დღეს განვიხილავთ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხების დღეს თითქმის არათუ საქართველოში, არამედ მთელს ევროკავშირში არსებობს. ეხლა თითქოს და ისე წარმოსგენილი არის ევროკავშირი დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და საზოგადოების წინაშე, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და ჰარმონიული ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული მდგომარეობა არის და ძალიან რთულ, ესე იგი, რომ ვიტყვი, პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული თვითონ ევროკავშირის ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატარებელი პოლიტიკური ლიდერები. ევროკავშირი, რომელიც დღემდე ის თითქოს ბრძოლობს იმისათვის, რომ მის გახდეს მშვიდობის ფლაგმანი და მან თითქოს და თავის თავზე აიღო ყველა ეს პრობლემატური საკითხები, რომელიც პრობლემატური საკითხების უკრაინაში მიმდინარეობს და არა მარტო უკრაინაში, მის მეზობელ ქვეყნებში, სინამდვილეში ყველა ამ პრობლემების თავი და თავი არის ევროკავშირი და ევროკავშირში შემავალი ის ქვეყნები, რომელიც ქვეყნებსაც მართავს დღეს ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები. ევროკავშირში დღეს მართლაც ვერ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომელიც მდგომარეობის საფუძველზე ვიტყვით, რომ ევროკავშირი დღეს მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებს. ეხლა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მან ევროკავშირმა რა მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინა და უკრაინაში მაცხოვრებელი ადამიანები. ის რომ უკრაინაში რა პროცესების მიმდინარეობს დღეს, ეს არის მათი ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის ძირითადი შემოქმედება და ძირითადი ბრალეულობა, ამავდროულად ბრიტანეთი, რომელიც ბრიტანეთის დღესაც უკვე პირდაპირ წინა ხაზზე დგას იმასთან დაკავშირებით, რომ დაძაბოს სიტუაცია მთლიანად მთელს აი ამ მიმართულებით და ის პროცესები, რომელი პროცესების მიმდინარეობს უკრაინაში, სიღრმისეულად უფრო მეტი განვითარებადი ხასიათი მიიღოს. მათმა თითქოს და ეს პროცესები, რომელი პროცესების განახორციელებს უკრაინაში და მათი გეგმის და მიხედვით და მათი გადასახედით და მათი აზროვნების და მიხედვით ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება და მათ უნდათ ამ ომით რუსეთი დაასუსტებინათ და ამ დასუსტების საფუძველზე მოეხდინათ სრული კონტროლი მთელ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა, ეს ყველაფერი მათმა მიიღეს უკან ის გეგმები, რომელი გეგმებიც იყო სულეთ მომართული იმისათვის, რომ რუსეთი დაენგრიათ და დაასუსტებინათ, ეხლა ხედავთ, რომ შებრუნდა ყველაფერი და აქეთ ევროკავშირი ინგრევა და ევროკავშირი სუსტდება. რთული მდგომარეობა იმ კუთხით არის კიდევ, რომ თვითონ ევროკავშირი ემზადება ომისათვის და ეს ნათლად ჩანს სახეზე, რომ მთლიანად გადაყავს მთელი ეს თავისი სამხედრო მრეწველობა აქტიურ პოზაში, პროცესებში და არც კი უკვე მალავენ და ღიად აკეთებენ განცხადებებს, რომ ევროკავშირი დღეს უკვე მოქმედებს პირდაპირ იმისათვის, რომ როგორმე უკრაინაში შეიყვანონ თავიანთი ეს საჯარო ქვედანაყოფები და ჩაერთონ ამ პროცესებში. ანუ ევროკავშირი უკვე ფაქტიურად ევროკავშირმა უკვე მთლიანად ნიღაბი ჩამოიხსნა და უკვე ის მათი მიერ შექმნილი მდგომარეობა უკრაინაში, რაც 2014 წლიდან მათთან დაიწყეს და მანამდე დაიწყეს, უკვე ისინი ადასტურებენ, უკვე რომ ყველა ამ პროცესების და ყველა ამ მოვლენების მთავარი შემოქმედებითი ეს არის ორგანიზაცია ევროკავშირი და ყველა ეს პრობლემები და პრობლემები დღეს არის შექმნილი უკრაინაში, მთავარი მიზეზი ევროკავშირი არის. ეხლა უკვე თვითონ სახელმწიფოს ხელმძღვანელებიც ააკეთებენ განცხადებებს და მათ შორის სერბეთის პრეზიდენტს გააკეთა განცხადება, რომ ევროკავშირი ომისათვის ემზადებაო. ჩვენ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი, ჩვენ კიდევ შევეხებით სხვა დანარჩენ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ საშიშროებებს და იმ საომარი მოქმედებების განვითარების კერებს და ჩვენ ასევე თუ დაგჭირვათ, რომ შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასაც განვიხილავთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე. ბატონო კოტე, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონო კოტე, საით მიდის ევროკავშირი და რას აკეთებს ევროკავშირი ამ თავისი რიტორიკებით და აი ესეთი დღეს აი იმის ნაცვლად, რომ მან
თავარი როლი და თავარი რომ იტყვი ტვირთი აიღოს თავის თავზე რომ როგორმე შეჩერდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეს პირიქით ცეცხლზე ნავთას ხამს და არა თუ მარტო უკვე უკრაინა ჩართო ამ საშინელ პროცესებში და უკრაინის განადგურების პროცესი აქვს დაწყებული, არამედ უკვე თვით ლიკვიდაციის პროცესების დაიწყო ევროკავშირმა და ეს რამდენად უკვე რომ იტყვი მიიღებს განვითარებად ხასიათს ის პროცესები, რა პროცესებიც უკვე მიმდინარეობს უკრაინაში და რამდენად ცეცხლი შესაძლებელია გადმოვიდოს ევროკავშირის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ტრისა, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთული ვითარებაა დღესდღეობით მსოფლიოში შექმნილი. მე ვიტყოდი ფეთქებად საშიში მდგომარეობა და ვთქვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ფაქტიურად აი საწყისებთან და გონიერება მართებს ქვეყნების ასე ვთქვათ ხელმძღვანელებს ისინი ვინც განაგებენ მსოფლიო პოლიტიკას და გეოპოლიტიკას, რათა არ მოხდეს ის საშინელება, რასაც გეოპოლიტიკური კატასტროფა ქვია ჩვენი პლანეტისთვის საერთოდ. ამიტომ ბუნებრივია ევროპა დღეს თქვენ ევროპა ახსენეთ და ევროპა თვითონ აღმოჩნდა თავის დაგებულ მახეში, მინდა გითხრათ და დღეს ისინი იმკიანი შედეგებს რა პოლიტიკასაც ისინი ატარებდნენ წლების განმავლობაში, თითქმის 30-35 ბოლო 30-35 წლის განმავლობაში, ხო? და ამის დასაწყისი, ევროპული კრიზისის დასაწყისი გამოჩნდა მაშინ, როდესაც განხორციელდა ეგრეთ წოდებული ბრექსიტი, გახსოვთ, როდესაც ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან და ფაქტიურად ეს იყო მანიშნებელი იმისი, რომ რაღაც მზადდებოდა ევროპაში ისეთი სერიოზული და ამაში ბრიტანელებმა წინასწარ იგრძნეს ამის საშიშროება და განერიდნენ. პირველ რიგში განერიდნენ იმიტომ, რომ მათ არ სურდათ მიეღოთ ის ძლავრი ეკონომიკური დარტყმა, რაც ევროპას დღესდღეობით აქვს. ფაქტიურად ევროპული ქვეყნების უმეტესობა დღეს იმყოფება სტაგნაციაში და მათი ეკონომიკა განიცდის ძალიან მძიმე დარტყმას გამომდინარე იმ კონფლიქტიდან, რაც მათ წამოიწყეს უკრაინაში, ხო? და არა მარტო უკრაინაში, მინდა საცეცები, ევროპული საცეცები მიდის უფრო შორსაც, მინდა გითხრათ, ამის ეს გამოჩნდება შემდგომში უფრო და უფრო და ფაქტიურად ჩვენ საქმე გქონდა ფარულ ევროპული ფაშიზმის რევანშთან, მინდა გითხრათ. რევანშთან მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა გამო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აქ ძირითადი წამყვანი როლი აკისრია ორ სახელმწიფოს და მათ შორის წამყვანი გახლავთ გერმანია. გამოჩნდა, რომ ფაქტიურად გერმანული ასე ვთქვათ გერმანელები უფრო იყვნენ პირველი სკრიპკა ამ შემთხვევაში, ვიდრე ფრანგები ან რომელიმე სხვა ერი. და ეს ეხლა ჩნდება ეს ნელა-ნელა, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით, ხო, როგორ აქტიურად ცდილობს გერმანია მხარი დაუჭიროს მილიტარიზაციისაკენ გადადგასნა ბიჭები, მხარი დაუჭიროს შემდგომ მილიტარიზაციას და იარაღით მომარაგებას იგივე უკრაინის მხარეს, რათა უკრაინელებმა შეძლონ და ბოლო ჯარისკაცამდე ასე ვთქვათ გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიას. მათ ეგონათ, რომ ისინი დაასუსტებდნენ რუსეთს, მაგრამ პირიქით მიიღეს ის შედეგი. არის ესეთი სიმღერა გახსოვთ, ეს ბოლო საბჭოთა პერიოდში რუსებს ჰქონდათ, რომ აი რა შეჭირდება რუსეთს ომიო, ისინი რა აქედან ყოველთვის იმით გამოდიან, რა ქვია, მძლავრად, რომ русские зачем война? Зачем вам нужна война, чтобы выйти сильнее из этой войны? Რაღაცა ესეთი ტექსტია რა და აი ამ ტექსტისგან გამომდინარე თვითონ ესეც მანიშნებელია იმისი თუ რამდენად კრავს რუსეთს აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა, ხო, აი ესეთ პოსტმაჟორულ სიტუაციაში ყოფნა. ფაქტიურად ეს ხალხი ჩამოყალიბდა როგორც ერი, მრავალ ასე ჩვენ შეგვიძლიათ მრავალ ეთნიკურ აი ესეთ ნიადაგზე, იქ მარტო
რუსული ეთნოსი არ არის, ხო, რუსეთი არის ძალიან ასე მრავალრიცხოვანი ერების, ასე ვთქვათ, ნაერთი. ხო და ჩამოყალიბდა რუსი ერი, ხო, რუსული სამყარო. აქედან ფაქტიურად ეს რუსული სამყარო აი ამ გამოცდებმა, აი ამ შეტევებმა უფრო მეტად გააძლიერა, ამ გამაღიზიანებელმა უფრო მეტად გააძლიერა და დღეს ერთად შეკრული მძლავრი, ასე ვთქვათ, მძლავრ მანქანას წარმოადგენს და მან დაიბრუნა თავისი იცით რა, დაიბრუნა თავისი ასე ვთქვათ, ძალა და დაიბრუნა თავისი იმპერიული, მოდი ისე ვთქვათ, ამბიციებიც ის, რაც მათ ჰქონდათ ბუნებრივია საუკუნეების მანძილზე და რაც მათთვის არის როგორც აი ისეთი ყოფითი გარემო, როდესაც ისინი გრძნობენ როგორც თევზი წყალში. და ეს კარგია თუ ცუდია მსოფლიო გადასახედიდან? ალბათ უფრო ამ შემთხვევაში კარგია, იმიტომ რომ მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში რუსეთის შიდა მოწყობაზე და დემოგეს მათი საქმეა, პირადი საქმეა, მე ამაში არ ვერევ. ბუნებრივია ჩვენ მსოფლიო გადასახედიდან და გეოსტრატეგიული, ასე ვთქვათ, ხედვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთპოლარული სამყარო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამკვიდრა ბოლო 35 წლის განმავლობაში, დღეს აღარ არის უკვე ასე ვთქვათ, ერთპოლარული სამყარო. და კიდევ ერთი მომენტი მინდა ბატონ ტრისტან ხაზი გაუსვა, რომ აი ეს რასაც დღეს რუსეთი რის გამოცდასაც აწარმოებს, ხო, რა იარაღის მან გამოცდა და რისი, ასე ვთქვათ, პრეზენტაციაც მოახდინა ამ კონფლიქტის პერიოდში, ეს გახლავთ უმეტესობა მათგანი ყოფილი საბჭოთა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და საბჭოთა ინჟინერიის, ასე ვთქვათ, გამოგონებები, რომლებიც დაკონსერვებული იყო თავის დროზე და რომელსაც გრიფი საიდუმლოებდა წლების განმავლობაში და მხოლოდ აი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რასაც ქვია პუტინის ხელისუფლება, ხო, აი მხოლოდ მაგ პერიოდში გაჩნდა შესაძლებლობები მას მიერ, რაც რუსეთმა ეკონომიკურად მოიმძლავრა თავი, ხო, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ განევითარებინა თავის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და განევითარებინა ის ინტელექტუალური პოტენციალი, სამეცნიერო პოტენციალი, რომლის შედეგსაც ჩვენ დღეს უყურებთ, ხო? ის იყო გარკვეული მიღწეული მაშინდელი აი საბჭოთა პერიოდის ბოლო პერიოდს ვიძახი, ეს გამოგონებები ყველაფერი, რაც იარაღთან იყო დაკავშირებული, აი ამ კლასიზებგერითი იარაღების გამოყენებასთან, იგივე კოსმოსის ათვისებასთან, იგივე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ახალი თაობის იარაღის, ასე ვთქვათ, წარმოებაში ჩასაშვებად, იგივე მაგალითად სტრატეგიული ბომბდამშენის სულ მისი რა ქვია სუზე არ თუ 160-ია, ხო? მისი მოდიფიკაცია თუ 160M-ის გამოშვება და რომლის სერიაში ჩაშვებასაც ფაქტიურად ისინი დღეს ფიქრობენ, ხო? ეს ყველაფერი ჩემო ბატონ ტრისტან არ ხდება, როგორ იცით, აი არ ხდება უცებ ერთჯერადად. ამას რუსეთი ამაზე მუშაობდა თითქმის 30-35 წლის განმავლობაში. სამწუხარო აღმოჩნდა ევროპისათვის და ომის მესვეურებისათვის და იმ deep state-ის, ეგრეთ ვთქვათ, წარმომადგენლებისათვის სამწუხარო, ასე ვთქვათ, გასაკვირალი სიახლე აღმოჩნდა მათთვის, რომ ომის პერიოდში მოხდა და აღმოჩნდა ის, რომ მათ მოუწიათ არა დასუსტებულ რუსეთთან შეტაკება, არამედ ძალიან ძლიერ სამხედრო მანქანასთან დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში, რომელიც არის ფაქტიურად 32 ერთზე, ხო, დღესდღეობით 100 მეტნაკლებად ეს პარიტეტი შენარჩუნებულია და უფრო მეტიც რუსეთი საკმაოდ კარგად უმკლავდება ამ 32 სახელმწიფო. თქვენ უგონიათ, რომ აი მარტო უკრაინა იბრძვის იქ ის 32 სახელმწიფო, რომ ახდენს ამ ომის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ისინი ომში ჩართულები არიან, მინდა გითხრათ რა. ფაქტიურად ეს არის, მოდი დავარქვათ ამას, ჩვენ ეს არის პირდაპირ ნატოსა და რუსეთის კონფლიქტი, ხო? აბა ჩაგეკითხებით და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. თქვენ ახლა საუბარში აღნიშნეთ
მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგომა. მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგომა ეს ის არის, რომ თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, თქვენ თქვის არ იყოს, უკვე კაცობრიობა დაიღუპება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რა სახის და რა ტიპის საშუალებები იქნება გამოყენებული ამ მესამე მსოფლიო ომში და შესაბამისად აქ არ იქნება სახმელეთო ოპერაციები, აქ ეს შეეხება პლანეტის აბსოლუტურად აქ იქნება კოსმოსური ძალები გამოყენებული მთლიანად და მთელი რესურსი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალების მხრიდან და ეს უკვე ფაქტურად ყევას გამოიწვევს, დედამიწის ყევას გამოიწვევს და შესაძლებელიც არის რომ დედამიწამ განიცადოს ძალიან დიდი დარტყმა ამასთან დაკავშირებით და კიდევაც დაიღუპოს, ხო, მაგრამ ამას ხედავენ, ეხლა ნახე რა მინდა შეგეკითხოთ, ამას ნუ თუ ეხლა იმ ევროკავშირის ლიდერები, იმ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერები, პრეზიდენტები, პრემიერები ამას ვერ ხედავენ და ვერ აკეთებენ იმ ანალიზს და იმ გათვლებს და იმ შეფასებებს, რა შესაძლებლობები გააჩნია დღეს რუსეთს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ სახით და მართლაც რომ დღეს რუსეთი საკმაოდ ძლიერად არის ამ სამხედრო კუთხით და არათუ მარტო სამხედრო კუთხით, არამედ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით გაზარდა მან და მთლიანობაში უკვე ის რუსეთი, რომელიც რუსეთის იყო, აღარ არის უფრო მეტიც, ის არის უფრო სწრაფად ისა ეკონომიკური ზრდის პროცესში და მეტი სამხედრო ტექნოლოგიების ახალ ინოვაციებში. ხო და როდესაც ახლა ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ შენ გამოდი დაიწყე და იმ განახორციელე სამხედრო ოპერაციები თქვენ ბრძანეთ რომ 32 ქვეყანა მართლაც 32 ქვეყანა თუ მეტი არა ჩართული ამ პროცესებში იმის გარდა რომ ეს 32 ქვეყანა უკრაინას აწვის ტექნიკას შეიარაღებას და ფინანსური დახმარება და ამავდროულად სამხედრო სპეციალისტები რომლებიც სამხედრო სპეციალისტები კოსმოსური დაზვერვა ის გენშტაბის დაგეგმარება ეს უყოლა ფერი არის ნატო და ევროკავშირი, ხო? და დღეს ახლა ხედავთ რომ კიდევ ეს ჯიუტად დგანან ეს ევროკავშირის ლიდერები და კიდევ ესე იგი ცდილობენ რომ როგორმე კიდევ გაგრძელებადი ხასიათი მიეცეს ამ სამართლებრივ უკრაინის ტერიტორიაზე. ნუ თუ ახლა ის მათ არ აყავთ ან მრჩევლები არ აყავთ ან ანალიტიკოსები არ აყავთ რომ აი ეს მოქმედება მათი მხრიდან ევროკავშირს მიიყვანს მხოლოდ დაღუპვის გზაზე და ვერანაირ ესე იგი აბსოლუტურად ისინი თავიანთ ქვეყნებისთვის მომგებიან შედეგებს ვერ დადგეს. ბატონ ტრისტან პირველ რიგში, როდესაც აი ამ თემაზე ჩვენ საუბრობთ, ვინ უნდა მიცეს ეს ინფორმაცია, ხო? პირველ რიგში ეს ყველაფერი დამოკიდებული უნდა ყოფილიყო მათი სპეცსამსახურების გამართულ მუშაობაზე და შესაბამის კოორდინაციაზე ამ სპეციალურ სამსახურების, ხო? ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ მძლავრი სპეცსამსახურები, ესე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ესეა ცნობილი, რომ იგივე გერმანიასაც ინგლისი კაცო. ხო, იგივე ბრიტანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრიტანელები მას შემდეგ რაც ევროკავშირიდან გავიდნენ, ისინი ამ ეგრეთ წოდებული თანამშრომლობიდან უფრო გაეცალნენ გესმით და დამოუკიდებელი თამაში წამოიწყეს მათ ისე უკრაინის ტერიტორიაზე. რატო გავიცანე? აი ის არისო, რა ქვია, თურქეთში რომ მოლაპარაკებები შედგა და ხო არა, მაგას ვიცახი, ბრიტანეთის პრემიერი არისო, ბორის ჯონსონი, რომელიც ამოაყირავა მაგიდან მოლაპარაკებებს მაგიდან. ისინი ამაში მათ ეს ახასიათებთ ბრიტანელებს, მინდა გითხრათ, ესეთი პროვოკაციული და ავანტიურისტული მოქმედებები ფაქტიურად მათ ჩაშალეს ეს ისა რა ქვია და მათი სპეცსამსახური იყო ამას ჩართული პირდაპირ მი-6-ია საუბარი და მათ ხელმძღვანელებზე, ხო, ვისაც ქონდა მაქსიმალური ზეგავლენა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებიც მინდა გითხრათ ამავე დროს ჩართული იყვნენ აი ამ პროცესებში და ჩართული იყვნენ უშუალოდ აი ამ სიტუაციის შექმნაში, მის მომზადებაში. და უფრო მეტად ამერიკელები იყვნენ თავიდან ჩართულები და შემდგომ ჩაერთო ამაში ევროპული სპეცსამსახურები. იმიტომ რატომ ვახსენებ, ჩვენ გავიხსენოთ თუნდაც მაიდანი, რომელიც განხორციელდა, ხო, ვინ იყო იქ ერთ-ერთი ძირითადი სკრიპკა, ხო, ვიქტორია ნულანდი, ხო? კი ბატონო. ხო, ვიქტორია ნულანდი, მაკეინი? ხო, მაკეინი, მაგრამ ვიქტორია ნულანდი იყო ყველაზე სერიოზული ამ შემთხვევაში, იგი წარმოადგენდა სპეცსამსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების და CIA-ის კიდევ
და კიდევ მარტო ისინიც არ იყვნენ და არ მოქმედებდნენ იმაში, რა ქვია. აქ ნათლად ჩანს უკვე ისრაელის სპეცსამსახურებისა და თურქეთის სპეცსამსახურების კოალიციის მინდა თქვა და მათი მოქმედებები იგივე უკრაინის უმაღლეს ეშელონებში, ხო? აბათე და უმარავი რომელიც გაიქცა თურქეთში აფარა თავი. ესე დღემდე თურქეთის რაზე მეტყველებს თურქეთის ესე იგი სპეცსამსახურების თანამშრომელი უჯდა იმაში პრეზიდენტს თავის იმაში რა თქმა უნდა რა ეხლა პირდაპირ ამის თქმა რთულია მაგრამ ამის ყველა ნიშანი არსებობს იმაზე რომ ვიფიქროთ რომ თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ აბსოლუტური ზეგავლენა ამ შემთხვევაში სამხედრო ხელმძღვანელობაზე უკრაინაში ხო ისევე როგორც ისრაელის სპეცსამსახურებს აქვთ გავლენა და სფეროს და მე მაქვს საკმაოდ დიდი ეჭვი რომ აი იმ სქემებში რომელიც დღეს ეგრეთო მინდიჩის პრობლემაზეა ხო აქ საუბარი რომელიც გაქცეულია და მიცეს საშუალება რომ მას ტაქსით გადაელახა რა ქვია საზღვარი და წასულიყო ხო და მიმალულიყო და დააპატიმრეს იქ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები კორუფციასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ფედერალური ბიუროს ჩარევით მოხდა ეს და ფედერალურ ბიუროს ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა ეს ტრამპის ხელისუფლებაში ახლა ხო ეხლა ვიძახი ეს რამოდენიმე დღის თუ კვირის ეს რა ქვია თემა არის წამოწეული და ისე მოხდა რომ ამ კაცის გაყვანა და აქაც უკვე ნათლად გამოჩნდა რომ ამ გაყვანაში სპეცსამსახურების ხელი ერია და გააჩნია სად აღმოჩნდება ბატონი მინდიჩი მაგრამ იცით რა არის როცა შენს ხელისუფლებაში და შენს აი ესეთ მაღალ ეშელონებში ომის პერიოდში აღმოჩნდება რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან ხო ისე ნორმალური ქვეყანა რო იყოს ეს ადამიანი დასახრეტია მინდა გითხრა ომის კანონების მიხედვით არის გასასამართლებელი ხო და როდესაც მას კიდევ აფარებს ზელენსკის ხელისუფლება ხელს ეს იმას ნიშნავს ფაქტიურად რომ იძულებულია რაღაცებს გაუწიოს ანგარიში და მე ვფიქრობ რომ უფრო სპეცსამსახურების გავლენებს გაუწიოს ანგარიში ბატონმა ესა რა ქვია უკრაინის მე ვიტყოდი ექს-პრეზიდენტმა ეს პრეზიდენტი არ თქვენ ახლა გამორიცხავთ რომ ზელენსკი არ არის ჩართული ამ პროცესებში ჩართული არ გამორიცხავთ კორუფციული კუთხით ჩართულია რა თქმა უნდა არ და მისი ინტერესები არ არის იქ რა თქმა უნდა მის გარეშე არაფერი გაკეთებოდა ზოგადად არაფერი არ გაკეთებოდა აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით იმიტომ რომ იქ ყველაფერი ომის კანონების მიხედვით არის პრეზიდენტის განკარგულებებზე დამოკიდებული, ხო? ესეა და ყველა კაპიკი, ყველა იარაღის, ასე ვთქვათ, გადაადგილება, ყველა ჩარიცხვა, ფულის მოძრაობა აბსოლუტურად კონტროლდება უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. ესეა ყველა ქვეყანაში, ესე იყო უკრაინაში და ესე არის დღესაც უკრაინაში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამას ყველაფერს აკონტროლებს ბატონი ექს-პრეზიდენტი ვიტყვი ზელენსკი, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი არ გახლავთ. იმის მერე რაც მას ვადა გაუვიდა შესაბამისად და მისი ლეგიტიმაციის საკითხი დადგა საკმაოდ სერიოზულად და დგას და ზუსტად ამ ლეგიტიმურობისა გამო დღეს აქვს მასის პრობლემები, რა პრობლემებიც აქვს უკრაინაში. ხო, მას მართვა ხელიდან აქვს გაქცეული ფაქტიურად. უკრაინაში წინა ხაზი პრაქტიკულად ჩამოიშალა და განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებაზე მოხდა გარღვევა საკმაოდ სერიოზული მიდის კონცენტრაცია დაჯგუფებისა საკმაოდ სერიოზული იგივე ჩრდილოეთის მხრიდან ეგრეთ წოდებული სევერის და იგივე იუგის ვიხმარო სულ სიტყვას როგორც ისინი ხმარობენ დღესდღეობით თავისი ჯარების მიმართებით და ვიტყვი რომ საკმაოდ სერიოზული და დიდი შეტევა მზადდება ზუსტად. პაკროვსკი ფაქტიურად არის ალყაში მოქცეული, ვიცით და რა მდგომარეობაში დაახლოებით 5000 კაცი არის 5000 სამხედრო და ადრე თუ გვიან ეს დროის საკითხია უკვე მოხდა ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ რომ ფრონტის ხაზი ჩამოშლილია უკვე. წინააღმდეგობა
ახლა შეიძლება ატარებდეს მხოლოდ სპონტანურ ხასიათს, მინდა გითხრათ და იმდენად უკვე გატეხა რუსეთმა ისა რა ქვია უკრაინის წინააღმდეგობა და სხვათა შორის ამაში დასავლეთს მიუძღვის ზუსტად და მათ მოლოდინებს და მათ შესაბამისად ესეთ იმას რა ქვია რევერანსებს უკრაინის მისამართი და თქვენ მაგრები ხარ და თქვენ შეძლებთ ამხელა მანქანის დამარცხებას და აი რუსეთთან იმას რა ქვია წინააღმდეგობის გაწევას და რაღაცა და ფაქტიურად რა იყო ეს იყო შეწირვა ხო შეწირეს სლავი ხალხი და სლავ ხალხს აწყვეტინეს სლავებს ერთმანეთი ხო საბოლოო ჯამში მიიღეს ის რაც და თავიდან მე თქვენ როგორც დაიწყეთ დღეს გადაცემა და თქვით რომ იქ უჩიჩმა გააკეთა განცხადება რომ ევროპა ემზადება ომისათვის რა ომისთვის უნდა ემზადებოდეს ევროპა გარდა თავდაცვითი ომისა ხო? დიახ. მას შეტევითი პოტენციალი პრაქტიკულად არა აქვს, ხო? ეხლა თუ ევროპა ომს დაიწყებს, ეხლა თქვენ რა გონიათ, ეხლა ბრიტანეთი და ევროპა ერთად იომებს. ბრიტანეთი ცალკე გადგება, მათ თავიანთი პრობლემები აქვს ანგლოსაქსებს, იგივე ბრიტანეთი იქნება ასე ვთქვათ მიჩუმათებული და პირველ როლს შეასრულებს აქ ამერიკის შეერთებული შტატები, ხო და ჩვენ ეს დავინახეთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ეხლა გარკვეული კონფლიქტის ესენი რა ქვია ზონების შექმნას და ამით გეოსტრატეგიული დივიდენდები მიიღოს, მინდა გითხრათ, ამის ნათელი დასტურია ბოლო აი შეხვედრები ყაზახეთის, უზბეკეთის ტაჯიკეთის და თურამდე ხუთი სახელმწიფო იყო, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასული ტრამპთან და შემდეგ გახსოვთ რომ ტოკაევი პირდაპირ მოსკოვში ეახლა ბატონ პუტინს, რატომ ეახლა? იმიტომ რომ ბულემრივი ახსნა განმარტებები უნდა მიეცა და ეთიკეტი მოითხოვდა ისე დახვდნენ მას როგორც არასდროს არავის არ დახვედრიან რუსეთში და რუსებმა იციან ეს შესაბამისად, ხო? სტუმრის პატივისცემას და იციან მოთხოვნაც მინდა გითხრათ რა და შესაბამისად ალბათ პასუხი მოითხოვეს, იმიტომ რომ ამერიკის ახალი სტრატეგია, რომელიც გადის ზუსტად შუა აზიის ქვეყნებზე და აი ამ აქ არსებული დიდი მინერალური რესურსების გამოტაცვისაკენ არის მიმართული იგივე ჩინელებისაგან, ხო, რომ ჩინეთს აქვს დღეს მაქსიმალური ზეგავლენა შუა აზიის რესპუბლიკებზე და ამაში ჩართვა იგივე აი ამ აზერბაიჯანისაც მომავალში გათვალისწინებული აქვს კიდევ სამი სახელმწიფოს, ესე იგი თურქეთის, საქართველოსა და საქართველოს მოიაზრება სხვათა შორის ამ შეერთებული შტატების ამ ინტერესებში. აი ამ კავკასიური და შუააზიული სარტყელის ჩამოყალიბება სურთ, ეხლა ამ წინააღმდეგობის ახალი ხაზის გესმით. ახალი შეკითხვა თქვენთან და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როგორც კი დასრულდება ბაბათი, აი ზანგეზურის კალიდორის დერეფანი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა ალიევი, ჩავიდა ეს ფაშინიანი და იქ სამმა გადაწყვიტეს სამ დერეფანთან დაკავშირებით და უკვე თითქოს და დოკუმენტი შედგა და გადაწყვეტილებას და პროექტების თითქოს გაკეთა. დოკუმენტი არა, რას ნიშნავს? მემორანდუმი შედგა, მემორანდუმი ეს არის განზრახვების შესახებ მემორანდუმი, ამას დაარქვეს ტრამპის დერეფანი, იმიტომ რომ დაერქვიათ ამაზე კორიდორი, ამაზე კორიდორის ეს ნიშნავს ტერიტორიულ პრეტენზიების წაყენებას იგივე სომხეთის მისამართი და სომხეთის მხარემ ეს მიიღო როგორც თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად, გესმით? და ეს ნიშნავს აზერბაიჯანის ამიტომ კორიდორს არ ხმარობს სომხეთის მხარე, ხო? კორიდორს ხმარობს იგივე აზერბაიჯანული მხარე, მას აწყობს ეს, იმიტომ რომ ის თulis ზანგეზურის დერეფანს, აი ამ 43 კილომეტრიან ზონას თავისად, იმიტომ რომ 101 წლის წინ ისტორიული სამართლიანობის აღდგენასთან თითქოს 101 წლის წინ ეს კორიდორი იყო აზერბაიჯანის და მას უკანონოდ ჩამოერთვათ. ეხლა რა მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით ის მემორანდუმის საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცა თავიდან იყო ძალიან დიდი ხმაური ატეხილი, შედგომ რაღაცაირად მიწნარდა და მინელდა და რატო? იმიტომ რომ ამას თავისი მიზეზი აქვს ბატონო ტრისტან. ჩვენ არ დაგვავიწყდეს და არ გახმაურებულა სხვათა შორის ეს ამბავი. მე გუშინ მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთთან და ზუსტად ამ თემაზე მქონდა საუბარი და იქაც ვახსენე და დღესაც თქვენთანაც ასევე ექსკლუზიურად ვიტყვი ტელევიზიის ფორმატისათვის, რომ 9 ნოემბერს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის
ეს მოხდა მოსკოვში, მინდა გითხრათ, 10 ნოემბერს, მაპატიეთ 9 ნოემბერს არა. და იქ არის შესაბამისი მუხლი, მეცხრე მუხლი, ამ ხელშეკრულების, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი აი ამ პრეტენზიები, აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა დაყენებული ეს წინადადება, რომ ეს დერეფანი იქნას გამბლოკილი და ესე იგი მოხდეს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონების დაკავშირება ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და სომხეთს აქედან აი ამ სატრანზიტო გზებიდან უნდა მიიღო შესაბამისი დივიდენდები, იგივე ტრანსპორტირებაზე გადატანა და ასე შემდეგ, ხო? და იქ საუბარი იყო სარკინიგზო ხაზების აღდგენაზეც, მინდა გითხრათ, იქ არის ორი ხაზი, ორი მიმართულება. ერთი არის ყაზახი იჯევანის ეს ხაზი, რომელიც 80 წელში შევიდა ექსპლუატაციაში, ყაზახი იჯევანი ეს რომელიც უკავშირდება შემდეგ ნახჭევანის რკინიგზას და მეორე ხაზი, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონს აკავშირებდა, ეს 53 კილომეტრიანი ზონი და ეს ორივე ეს მიმართულება 92 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ანუ ფაქტიურად ეს არის ხელახლა აღსადგენი და აი ამის აღდგენას რა თანხები ჭირდება, ახლა მე გეტყვით, ესე იგი 450 მილიონი დოლარი ჭირდება აი ამ ყაზახი იჯევანის აი ამ ხაზის გადასარბენის მშენებლობას და 250 მილიონი ჭირდება აზერბაიჯანის იმას რა ქვია დასავლეთ რეგიონის დასაკავშირებლად ნახჭევანთან. და ამას კიდევ მოაყოლეთ ახლა ეს მე უნდა გამწობილიყო ხო ეს სარკინიგზო გზა უნდა წავიდეს სადღაც ყარსამდე და რაღაც იქ პატარა მაგრამ იქ ახლა რთული რელიეფია როგორ შეიძლება რთული რელიეფია ძალიან და ეს ფაქტიურად მე ვფიქრობ რომ 80%-ით ეს არის განუხორციელებადი პროექტი თურქეთთან მიმართებაში და ის ვერასოდეს ვერ იქნება არა მარტო აი ამ გეოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე კორიდორად გადაქცევა ამისი შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ იქ გვერდზე არის ირანი, ხო? და სხვათა შორის ფაქტორი, რომელიც იქ მე დამავიწყდა, ახლა მე თქვა, რომ აი ამ ყველაფრის კონტროლს იმ ხელშეკრულებაში, რაც რუსეთში იქნა ხელმოწერილი, ხო? უნდა განეხორციელება რუსეთის სასაზღვრო ძალებს, უშროების ჯარებს, ხო? ფაქტიურად ეს კონტროლი და ეს დოკუმენტები, ხელმოწერილი დოკუმენტები, დღეს ავტენტური დოკუმენტები გახლავთ, მინდა გითხრათ და ხელმოწერილი და ვალდებულებები გააჩნია და ძალაშია დოკუმენტები დღეს. ძალაშია რა თქმა უნდა დღესაც და რუსეთს აქვს ყველა სამართლებრივი ბერკეტი ხელში იმისათვის, რომ მაქსიმალური ზემოქმედება იქონიოს ამ ეგრეთ წოდებულ ტრამპის დერეფანზე. გესმით და ეს ტრამპის დერეფანი დარჩება მარტო დერეფანად და ამერიკელებს თუ გონიათ, რომ ფაქტიურად რუსეთი დათმობს ამას და მიცემს და კიდევ ერთი მომენტი, რისთვის ჭირდებოდა ტრამპს აი ეს ისა რა ქვია. მე ვფიქრობ დერეფანი, აი ეს პატარა გასასვლელი. თქვენ იცით ბატონო ტრისტან რა მოიპოვება ზუსტად აი ამ დერეფანში. მოლიბდენი 7%, მინდა გითხრათ, მსოფლიო მარაგების. სპილენძის ძალიან დიდი მარაგები. ანუ მას ეს ჭირდებოდა როგორც სპილენძის დიდი ძალიან მარაგები და ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს, აქ გერმანული კომპანიები მუშაობენ დღეს და 60% ფლობენ ზუსტად იმაში, აი სომხეთში, აი ამის მოპოვების. ამერიკელებს სურდათ ქონოდა წოდომა ზუსტად აქ და ამერიკელები ეძებენ ყველა ისეთ ადგილს, მაგალითად შუა აზია მინერალებით სასარგებლო წიაღისეული მდიდარია, ხო? ამიტომ რატომ აწყობს ამას? იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ შემდგომი განვითარება, ტექნოლოგიური განვითარება ბევრ წილად არის დამოკიდებული ზუსტად ამაზე. და კიდევ მესამე თემა რამე ურანი, ხო? რატომ უნდა შუა აზია და ეს კავკასიის ეს ჭრილი მთლიანად ამერიკელებს, იმიტომ რომ კონდეთ რადიოაქტიული შესაბამისი საწვავი იმისათვის, რომ განავითარონ თავიანთი ატომური ენერგეტიკა შემდგომში და უზრუნველყო თავიანთი ჰიდროელექტროსადგურები ატომური საწვავით, ხო? ერთი მომენტიც კიდევ, რომელიც აი ამ ზანგეძურის დერეფანს უკავშირდება, ეს იყო ფაქტიურად დარტყმა ჩინეთის ინიციატივაზე, ჩინეთს ჰქონდა ინიციატივა ერთი სარტყელი ერთი გზა ქვია ამ ინიციატივას, რომელშიც უნდა ჩართული ყოფილიყო ირანი
და ეს ტვირთები, რომლებიც წამოვიდოდა აი ამ აბრეშუმის აი ამ გზით, უნდა შემდგომ სომხეთის გავლით, უნდა მოსულიყო შავ ზღვამდე და ფაქტიურად ეს იყო დაარტყმა ზუსტად აი ამ ჩინეთის ინიციატივაზე, ზუსტად ამ ზანგეზურის აი ამ დერეფნის ასე ვთქვათ თუ განხორციელდებოდა რა თქმა უნდა ეს. ამას მოყვა ძალიან მძიმე რეაქცია ირანის მხრიდან და ირანი არ დაუშვებდა ის შეიძლება პირდაპირ ეხლა ირანი არ დაუშვებს იმას რომ თვითონ დაკარგოს კარგი ურთიერთობები რომლებიც მას აქვს სომხეთთან. ხო? ეს ფაქტიურად მის სრულ იზოლაციას ნიშნავს. ეხლა ირანი არ დაუშვებდა ამ კორიდორში შემოსვლას და არც რუსეთი არ დაუშვებდა ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო, ამის თაობაზე. ირანიც არ დაუშვებს, იმიტომ რომ რაში ჭირდება მას ახალი სადაზვერო ისა რა ქვია, დანაყოფი და ჩვენ უგონია რომ შევიდოდა ისა რა ჩვეულებრივი მომპოვებელი კომპანია ის რისთვის შედეს, ხო? აწარმოოს ერთიც და მასთან ერთად მიაყოლოს მეორეც, ხო? სპეცსამსახურები რა თქმა უნდა. კომპანიის სახელით, რომელიც ფაქტიურად აწარმოებს სადაზვერო სამუშაოებს. სადაზვერო სამუშაოებს. ზუსტად აი ეს პრობლემატიკა არა ეს საფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო ბატონ ტრისა. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს ექსპერტებს არ უყვართ აი ამაში კირკიტი, ხო? და ეხლა ბევრმა მიაყროვა როგორც ჩვენი ექსპერტები მარტო უკრაინის ომით არიან. ბევრმა წააყროვა. მოგებით დაინტერესებული. ეხლა მე რაზეც ვისაუბრე, ხო? ეს ყველაფერი იძებნება ვიკიპედიაში, მინდა გითხრა, არა მარტო ვიკიპედიაში, ხო? ყველა იმას რა ქვია, ინტერნეტ საშუალებაში არის, რაზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? რომ ამაში რუსეთი იყო ჩართული ეს ხელშეკრულება რო არსებობდა, რომ ეს ხელშეკრულება დღემდე მოქმედია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხო? როგორც კი ამის დენონსაცია მოხდება ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ, ეს ფაქტიურად რას ნიშნავს, ხო? რუსეთს ხელფეხი გაეხსნება აბსოლუტურად და განახორციელებს იმ საშუალებას და მეორეც კიდევ ვინ იცავს სომხეთის საზღვრებს, მოდი ვთქვათ რა. რუსები. ხო, აბა როგორ წარმოგიდგენია თქვენ ახლა იქ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფების შეჯლიგინება იმაში, რა ქვია, იმ ზანგეზურის კორიდორში და კიდევ იქით შორს წასვლა კიდევ იმაში, რა ქვია, შუა აზიაში, ხო? ეს ძალიან რთული პრობლემაა და ძალიან მძიმე პრობლემაა. ამერიკელები ახლა არიან ცუნცვანგში, მინდა გითხრათ, და ამ ცუნცვაგიდან გამომდინარე ისინი ცდილობენ სადმე გააჩინონ კიდევ ახალი წერტილი და ეს ახალი წერტილი მათთვის ვენესუელა გახდა, მაგრამ იქაც კბილებში მიიღეს ძალიან სწორედ მაგ საკითხებს კბილებში მიიღეს ძალიან საკითხი დამესა ბატონო კოტე, ბატონით ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და რა ვიცი, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს განცხადებას აკეთებს, რომ მე 8 ომი გავაჩერე, 8 ომი შევაჩერე. ნუ ახლა მე ვერ ვაონს თუ აჩერებ, მე რაღაცა იწყებს სხვა ომს, ხო? ხო, რას იწყებს სხვა ომს, მაგრამ ახლა გამოდიოდა და ამბობდა რომ მე როგორც ხელისუფლებაში ეგრევე გავაჩერებ უკრაინა-რუსეთის ომს, ხო? ახლა ამ 8 ომში რას გულისხმობ, ჩემთვის გაუგებარი არის. მით უმეტეს ახლა პალესტინა რა მდგომარეობაში და რა მდგომარეობაში კამბოჯაში რა მოხდა და იქ რა მოხდა, კიდევ იქ რა მოხდა და ერთი-ორი წელი გავარდა პაკისტანსა და ინდოეთს შორის და ხო, პაკისტანსა და ინდოეთს შორის, ხო და თუ ახლა ამას თulis ისო გავაჩერეო, ეს არ არის გაჩერებული და ეს არ იყო ომი, ეს იყო რაღაც მათ მიერ შექმნილი. აი ომი ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, ვინც უკრაინაშია, კი ბატონო. მათ მიერ შექმნილი კერები, რომელიც კერებიც მე თვითონ ხელოვნურად შექმნეს მათმა და მე თითქოს და აი რაღაც გარკვეული ესე იგი შეხვედრების და დიალოგის საფუძველზე გააჩერეს და ამას უძახეს 8 ომის გაჩერებას. თუ თქვენთვის არ იყოს 8 ომს აჩერებს და კიდევ ცდილობს რომ სხვა ომების გააჩეროს, რა ვენესუელა, აი ვენესუელას მიაყენა უკვე მან თავისი სამხედრო გემები. და არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ამერიკამ დაიწყოს სამხედრო ოპერაციები ვენესუელის წინააღმდეგ. განვიხილოთ ეს მომენტიც ძალიან მოკლედ ხოთა შორის მე გეტყვით თუ რა ძალები განალაგა დღესდღეობით, ხო? შეერთებული ეს არის ჯერალდ ფორდი ავიამზიდი, რომელზედაც არის 4000 ჯარისკაცი და საჰაერო, ასე ვთქვათ, ავიამზიდი რახან არის საჰაერო ბუნებრივია იქ იქნება შესაბამისი საჰაერო საშუალებებიც გალაგებული. რა თქმა უნდა. რამოდენიმე წყალქვეშა ნავი მასთან ერთად, ხო, რა ძალაა ახლა ეს? და რა ძალაა მეორე მხარეს, ხო, მადუროს, რომელსაც აქვს საშუალება იმისი, რომ ეგრეთ ბოლივარის მილიციას, გაუკეთოს მილიციას ეძახიან ჯარს, რა ვიცი, მაგას სტრუქტურებს, გაუკეთოს მობილიზაცია და 4 მილიონი ნახევარი კაცი დააყენოს წყობაში იარაღის ქვეშ. ეს რამხელა ძალაა ხო ხედავ. ეხლა უყურეთ, თან როგორც კი დაიძაბა სიტუაცია და განზრახვები გაკეთა, რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში, რასაც ეს
კონფლიქტი ქვია იგივე უკრაინაში, ხო? და გარდა მაგისა, მან მოასწრო და გამონახა ძალები და საშუალებები, რათა დახმარებოდა ვენესუელას. და იქ განალაგა შესაბამისი, მე მგონი ცირკონებზეა საუბარი, საჰაერო თავდაცვის სისტემები და განალაგა მათ შორის შეტევითი შეიარაღება. ეს ძალიან წააგავს ახლა კარიბის კრიზისის აი მომენტს, რომელიც 62 წელს იყო. გახსოვთ არა მაშინ, როგორ ამერიკამ უკან დაიხია ფაქტიურად, მაშინ. ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ, მაგრამ ხო, ბავშვი პატარი მაგარ ისტორიაში ხო ცნობილია ეს. ცნობილია ეს. მე რა მოიტანა ამან ბატონ ტრისთან ხო გახსოვთ 62 წლის მერე იქ წავიდა რევოლუციები იგივე ჩილეში კომუნისტური რეჟიმი ხო მაშინ კომუნისტური ის იყო რა ქვია და ის გავრცელდა ეს კომუნისტური იდეოლოგია ხო გადატრიალება მერე მოახდინეს გადატრიალება სალვადორში მერე მოახდინეს შესაბამისად ნიკარაგუაში და ასე შემდეგ ხო და ეს სახელმწიფოები ეს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოები ყველანი რუსეთთან მეტწილად ლოიალურად არიან განწყობილები და მათ შორის ისეთი სახელმწიფოებიც მაგალითად ბრაზილია ეხლა ხო ვიცით რომ ბრიქსის წევრია ხო იქ არგენტინას საუბარი არ მაქვს ის არის ევროკავშირთან ასოცირებული ის აქვს სტატუსი აქვს მინდა გითხრა იმას რა ქვია არგენტინას და პლუს კიდევ არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ხო ამ რეგიონში და ეხლა ჩვენ როგორ ამერიკის ის იყო, რა ქვია, სრულად გავლენის ქვეშ. გახსოვთ ტრამპის განცხადებები, ხო, ტრამპი გამოვიდა და თქვა, პანამის არხი უნდა გავდენო ჩინელები, უნდა ის, რა ქვია, დავიყო კანადა, უნდა დავიყო ეს ყველაფერი კანადა ნოშევერთო ამერიკას. სასაცილო არის ახლა ეს რა, გესმით და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაშიც მინდა გითხრა, არის ძალიან რთული ვითარება. იქ წამოიწია საკმაოდ რუბიოს ფაქტორმა და ფაქტიურად რუბიოს ხელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქცა მარიონეტად. იმიტომ რომ მას გამოაცალეს საშუალება იმისი, რომ უშიშროების, ასე ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოების სამმართველო, რომელიც მდებარეობს თეთრი სახლის მარცხენა ფლიგელში, ხო, და რომელიც არის ფაქტურად მაკოორდინელებელი სამსახური მთელი სპეცსამსახურების და ის აწვდის უშუალოდ პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტს რეალურ ინფორმაციას და არ არის ანგარიშვალდებული კონგრესთან. აი ეს ადამიანი მგონი უოლცი იყო გვარად, ხო, გააშვებინა იმას, რა ქვია, სამსახურიდან რუბიომ და ისე მოხდა საბოლოო ჯამში, რომ რუბიომ შეითავსა ეს თანამდებობაც და ეს არის სხვათა შორის კონსტიტუციის დარღვევა შეერთებული შტატების და აი ამის გაკეთება რატომ გააკეთა? იმიტომ რომ რუბიო თვლის რომ ის ფაქტიურად არის უჩნდება პრეტენზია რომ ის მართავს ფაქტიურად შეერთებული შტატების პოლიტიკას და ტრამპს ეხა რა დაესიზმრება და რა არ დაესიზმრება ხო ფაქტიურად ტრამპი დარჩა სერიოზული ასე ვთქვათ ხალხის მაგალითად უიტკოფი ხო რომელიც ჩადიოდა მოსკოვში და არის უსერიოზულესი ფიგურა მინდა გითხრა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების ისიც ჩამოშორებული იქნა საქმისაგან და კიტკელოკი რომელიც დანიშნა იმაში რა ქვია უკრაინაში იმან რა ქვია ამას ტრამპმა ხო როგორც წარმომადგენელმა ფაქტიურად უკრაინის ინტერესების გამტარებელი გამოვიდა და არა შეერთებული შტატების იმასი რა ქვია მთავრობისა იმაში რა ქვია უკრაინაში და სხვათა შორის ამის გამო მას შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზულად აკრიტიკებენ. აი ესეთი სიტუაციაა ბატონ ტრისთან შექმნილი დღესდღეობით საკმაოდ გაუგებარი სუსტი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში მინდა გითხრათ სუსტი ადმინისტრაცია სპეცსამსახურები ფაქტიურად შეერთებული შტატების ნელ-ნელა ჩაჩოჩებული იქნენ და ისევ იქ გაიმარჯვა ეს ომის მიმდინარეობის ქორების მიმართულებამ შეერთებულ შტატებში. ეს ესევე ჩანს, ხო? და ის ანტურაჟი სწორედ ამის შესაფუთად ჭირდება შეერთებულ შტატებში. ჩვენ დრო უკვე მომიწურა, საინტერესო იყო თქვენი ასეთი ანალიზი და თქვენი ასეთი საუბარი ჩვენს მაყურებლებთან მიმართებაში. ზვირბასო ტელემაყურებლებო, როგორც ჩანს, ევროკავშირმა თვითონ უკვე გამოუტანა თავის თავს განაჩენი.
განქონდა განზრახული რომ და არც ამერიკელებმა დაააგლეს. და არც ამერიკელებმა დაააგლეს კიდე. ქონდა განზრახული რომ დაეშალათ რუსეთი, მაგრამ ხედავთ რომ დაშლის თვითონ განა. არათუ რუსეთი, არამედ ევროკავშირი იშლება და ძალიან კრიზისში და ძალიან თურთ გომარებაში არის ევროკავშირი დღეს აღმოჩენილი და ამიტომ არც ევროკავშირს მიცემს რუსეთი იმის საშუალებას და იმის უფლებას რომ მან გახსნას სადმე კიდევ ახალი ომის კერები. რუსეთი დაამთავრებს ამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას წარმატებით უკრაინის ტერიტორიაზე და ყველა ის დაღუპული უკრაინელი და ყველა ის პრობლემატური საკითხი, რაც არის უკრაინაში და დანგრეული უკრაინა, ეს არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზურგზე და მის სინდისზე და მის ნამუსზე და მის კისერზე. რადგან მათმა დაიწყეს და მათმა განახორციელეს პირდაპირ სამხედრო ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ და მათმა ჩაითრიეს უკრაინა ამ ომში და მათი განცხადებები არის დღესაც რომ ეს არის ფაქტიურად უკრაინელი ხალხის გენოციდი. ბოლო უკრაინელამდე უნდა ვიომოთო და მართლაც ეს არის ბოლო უკრაინელამდე მეტი ნაწილი აქციეს ტოლვილად და მეტი ნაწილი უკვე მილიონზე მეტი ადამიანი არის ჯარისკაცი. მილიონზე მეტი ჯარისკაცი არის უკვე დაღუპული ამ ომში უკრაინელების. მათმა აგენტურამ მოუწყო გენოციდი საკუთარ ხალხს. ასე რომ ჩვენ უნდა ხედავდეთ ყველაფერს სწორად. და არა ისე როგორც აქ ჩვენი ვაი ექსპერტები აფასებენ და ვაი სამხედრო გენერლები რომ არიან და უკვე კრემლში ზიან და დროშები აქვს დაფრიალებული უკრაინული დროშები. და პუტინის იმაში პრესუებში ზიან. ტანკებს ვერ იწვიან კიდევ. აი ესე რომ სწორად შევხედოთ ყველაფერს სწორი შეფასები გავაკეთოთ როგორც არის ბატონი კოტი აკეთებს და მე არ მარტო ჩემთან გადაცემაში არამედ მე თვალყურს ვადევნებ ამის გამოსვლას სხვა ტელეარხებით და პრესის საშუალებით და სწორი ანალიზს აკეთებს. და სწორედ ასეთი ანალიზის საფუძველზე უნდა გამოვიდოდეთ ჩვენ სწორი დასკვნები. დიდი მადლობა რომ გიყვებით, კარგად ვანდებოდეთ, მოვალ შეხვედრამდე. მადლობთ, ნახვამდის.